მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის Nutrition Academy of Georgia's შემდეგი პოდკასტი. დღეს ვისაუბრეთ დავით ჩახუნაშვილთან ერთად, პედიატრი ძმების დამფუძნებელთან, ერთ-ერთ ძმასთან ერთად, ბავშვისთვის 0-დან 1 წლამდე, ასაკის და 1-დან სასკოლო ასაკამდე კვების პრინციპებზე, ყველაზე ხშირად გავრცელებულ მითებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვისაც ყავს გარშემო ბავშვი მცირეწლოვანი ან აპირებს, ან ეყოლება, ან ყავს და აინტერესებს, როგორ გადადგა ნაბიჯები პირველი წლების განმავლობაში. დავით, რატო უნდა მოგვისმინონ, ვინ და რას გაიგებენ დღეს? ჩემი აზრით უნდა მოგვისმინოს ყველამ, ვისაც ყავს პატარა ასაკის ბავშვი, ან ელოდება პატარა ასაკის ბავშვს, ან გეგმავს უბრალოდ რომ მომავალში ყავდეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გავშლით აქ ისეთ საკითხებს, რომელიც არ ეხება მხოლოდ კვებას და მის ნუტრიციულ ღირებულებას, და ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რა გავლენები შეიძლება ქონდეს მის მომავალ ქცევებში, სხვადასხვა კვებით დარღვევებში, იმ პრინციპებს, რომელი პრინციპების დაცვაც ვფიქრობ, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დავით, რატო არის კვება პირველი 5 წლის განმავლობაში ესეთ მნიშვნელოვანი დაბადებიდან? ეს პირველი 1000 დღე რას ნიშნავს? ეს პირველი 1000 დღე ზოგადად ბავშვთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც განვითარების კუთხით, ასევე კოგნიტური უნარების და სხვადასხვა უნარჩვევების ჩამოყალიბების კუთხით და რა თქმა უნდა, კვებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ამ ყველაფერთან ერთად, ხო? ბავშვი ეცნობა თავდაპირველად სხვადასხვა გემოებს, მერე ხვდება რა უფრო მოსწონს, რა არ მოსწონს, ყალიბდება სხვადასხვა ასე ვთქვათ კრიტერიუმები, რომელიც ბავშვი შეიძლება გაყვეს, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძინოს გარკვეული უნარჩვევები, როგორც კარგი უნარჩვევები კვების დროს, ასევე ცუდი უნარჩვევები, რომელიც სხვადასხვა ქცევით დარღვევებშიც შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომაც ეს პირველი 1000 დღე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ბავშვს მივცეთ სწორი მიმართულება, ხელი შეუწყოთ მაქსიმალურად ყველაფერში, რომ გასინჯოს მრავალფეროვანი საკვები, აუცილებლად თითქმის უნდა ვეცადოთ, რომ მრავალფეროვანი რაციონი გავასინჯოთ, რომ იქიდან მან ამოარჩიოს თუნდაც რა მოწონს, თუნდაც ხორცეულიდან, მაგალითად შეგვიძლია შევთავაზოთ თეთრი, წითელი ხორცი და ასე შემდეგ და ყოველ შემთხვევაში გავარკვევთ რაღაც პერიოდის მერე, რომელი კონკრეტული კვება უფრო მოწონს, მაგალითად ხორცეულიდან, მაგალითად ბოსტნეულიდან, მაგალითად ხილეულიდან და ასე შემდეგ, ხო? კვების გარდა ეს პირველი 1000 დღე, რაც ახსენე შენ, ხო, არის რატომ მნიშვნელოვანი, რომ აქტიურად ყალიბდება ბავშვი როგორც ინდივიდი, ასევე ფუნქციური სხვადასხვა ასე ვთქვათ იმუნური ფუნქციებიც უფრო ძლიერდება კონკრეტულ ასაკში. ეს ისეთი ასაკი არის, რომ უფრო ნაკლები არის ავადობაც სხვათა შორის, ანუ უკვე როდესაც ბავშვი შედის სკოლაში, ნაკლებად ავად ხდება, ვიდრე მაგალითად ბაღში ხდებოდა, იმიტომ რომ მისი ორგანიზმი უფრო ძლიერია, მისი საკვები რაციონიც უფრო მრავალფეროვანია და მისი ძილიც, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, შედარებით უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე წინა ასაკში იყო. ეს ძალიან საინტერესო კონცეფციაა და ოქროს სტანდარტები გვაქვს კვების ნაწილში, მაგრამ სანამ ოქროს სტანდარტებზე გადავალთ, რა არის ყველაზე გავრცელებული ძველი მიდგომები, მათ შორის მშობლებში, რომელიც დღეს ახალმა სტანდარტებმა თქვა, რომ ესე არ არის. ყველაზე მეტად რას ფიქრობ, რომ ეშლებათ ძველი მიდგომებიდან და მე ახალ მიდგომებზე გადავიდეთ. კი ბატონო, ალბათ სხვადასხვა ასაკებში განსხვავებული მიდგომები არის ხოლმე, თუ ჩვილობის ასაკს ავიღებთ, მაგალითად ხშირი არის მითი, რომელსაც ვაწყდებით, რომ აუცილებლად ბავშვმა დაბადებიდან უნდა მიიღოს წყალი. აუცილებლად ბავშვმა დაბადებიდან უნდა მიიღოს კამის წყალი. აუცილებლად ბავშვმა პირველი კვება უნდა გასინჯოს ბოსტნეული ან ხილეული. ესეთი მითები ფაქტიურად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს, ხო? ამიტომაც წყალი საჭირო 6 თვემდე არ არის, თუ ამაზე დავკონკრეტდებით, რატომ? იმიტომ რომ ბავშვი დედის რძეზე იქნება თუ ხელოვნურ კვებაზე, ორივე საკმარისი ოდენობით აძლევს ბავშვს წყლის რაოდენობას და მხოლოდ 6 თვის მერე შეგვიძლია ჩვენ წყალი როგორც ესე დამატებით შევთავაზოთ ბავშვს. ამიტომაც კამის წყალს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, რომ აუცილებელია ბავშვს რომ მივცეთ და რაც შეეხება ბოსტნეულით და ან ხილეულით მყარი კვების დაწყებას, პირიქით, შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს პრიორიტეტული პირველი კვება. ეს არის პირველი 6 თვე დაბადებიდან, პირველი 6 თვე, ანუ რეალურად
უნივერსალური ძირითადი კვება არის ან დედის რძე, დიახ, ან ფორმულა. ნამდვილად. ამათ შორის რამე განსხვავება მაქვს, რას მეუნება თანამედროვე მიდგომა? რომელია უპირატესი? უპირატესი რა თქმა უნდა არის დედის რძე, რა თქმა უნდა თანამედროვე ფორმულებზე ჩვენ წავიკითხავთ კიდე რომ აი მაქსიმალურად მიახლოებული დედის რძესთან. ისინიც არ ამბობენ რომ ის არის შემცვლელი დედის რძის, იმიტომ რომ იმდენად უნიკალური არის დედის რძე, რომ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი ჩამნაცვლებელი დღეს ჩვენ არ გვაქვს, ხო? ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ ჩვენ რომ წავახალისოთ ძუძუთი კვება და ამის პრომოციას ვეწევით ყველგან და ყოველთვის. პირველ 6 თვე დედის რძე ისეთი უნივერსალურია, რომ სითხეც კი არ მჭირდება დამატებით, წყალი არ მჭირდება პირველ 6 თვე დამატებით. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მაშინ დედის კვების სტილი როგორია, რამე რეკომენდაციებს აძლევ ხოლმე დედას? ერთი რაც ვიცით არის ის, რომ იძლება კალორიული ნამატი. პირველი 6 თვე შეიძლება ყოველდღიურად 500 კალორიის ნამატი ჭირდებოდეს ქალს, რაც იქნებოდა მისი ნორმა პლუს 500 კალორია. მეორე 6 თვე ეს ჩამოდის დაახლოებით 350-400 კალორიაზე. გავიგე რომ მეტი საკვები მჭირდება რძის სწორი ხარისხის მისაღებად, მაგრამ კვების სტილში რამეს ურჩევ დამატებით, რომ რამე ან მიიღოს, ან არ მიიღოს, ხო? პირველ რიგში ესეთი მიდგომა, ხო, შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ ბავშვი ჩვენ არანაირი ჩივილი არ გვაქვს, იზრდება, კარგი ნამატი აქვს, კუჭის მოქმედება კარგი აქვს, კანზე გამონაყარი არ აქვს, ამოქაფებები არ აქვს. ანუ რა ვთქვათ, რომ რაღაცა უჩვეულო სიმპტომები არ გვაქვს, რაც შეიძლება დავაბრალოთ მაგალითად დედის რაციონს, ხო? ამ შემთხვევაში არანაირ შეზღუდვას მე არ ურჩევდი არც ერთ დედას, მაგრამ თუ ბავშვი ვლინდება რაღაც ისეთი ჩივილები, რომელიც ჩვენ გვანიშნებს, რომ არის იქ რაღაც მაგალითად რძის ცილის ალერგია, ხო? რძის ცილის ალერგიას რატო ვამბობთ პირველ რიგში? იმიტომ რომ ყველაზე ხშირი არის რძის ცილის ალერგია და შემდგომ მოდის სხვა ალერგენები, მაგალითად შეიძლება იყოს კვერცხი, შეიძლება იყოს სოიო, მაგალითად შვრია, ქათმის ხორცი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე ხშირი მაინც არის რძის, ასე ვთქვათ, პროდუქტების შედეგად მიღებული გამოვლინებები ბავშვებში. ამიტომაც თუ მსგავსი ჩივილები არ აქვს ბავშვს, მე ყველა დედას ურჩევდი, რომ რაც მის გულს გაუხარდება, ყველაფერი მიიღოს. რატომ? იმიტომ რომ ლაქტაციის პროცესში მაქსიმალურად დედის მოთხოვნილებებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული, არა მხოლოდ ნუტრიციული, არამედ ფსიქოლოგიური, ხო? და ამის გამო მან არ უნდა ამოიღოს საკვები რაციონიდან ისეთი კვება, რომელსაც სიხარულით მიირთმევდა აქამდე, ხო? ამიტომაც ლაქტაციის პროცესის გასახანგრძლივებლად ვიტყოდი, რომ ეს მომენტიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე რაც მსმენია იყო ჩემთვის ეს ყურით მოსული ამბები. ყველაზე დიდი კითხვები იყო პომიდორზე და ციტრუსზე. არ მიირთვა, იმიტომ რომ ბავშვს შებერილობა დაიწყება. ესე რამეს ეფუძნებოდა და მე ვნახეთ რომ აღარ ეფუძნება თუ საერთოდ არ იყო რელევანტური არასდროს. კი ბატონო, მეც მსმენია ესეთი ასე ვთქვათ მოსაზრებები მშობლის მხრიდან და პირველ რიგში მინდა ვახსენო, რომ თუ მეცნიერულ მტკიცებულებებზე ვისაუბრებთ, ასეთი მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ვიზიტების დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიგებთ, რომ აი მაგალითად მივირთვით თუნდაც კარტოფილი, მივირთვით სხვადასხვა ბოსტნეული, თუნდაც აი ტომატი ან პომიდორი და შევატყე, რომ ბავშვებს ცოტა გაზები მოემატა და მხომ არ შევზღუდოთ. იმის და მიუხედავად, რომ ამაზე მე ახლა მაგალითად ნებისმიერი ლიტერატურა რო გადაგიშალოთ, არანაირი მეცნიერული მტკიცებულებები არ გვექნება, ესეთ რაღაცას ურჩევ ხოლმე მშობელს, რომ აბა ვეცადოთ, რომ რამოდენიმე დღე ან მაქსიმუმ რამდენიმე კვირა შევზღუდოთ ეს რაციონში და შევხედოთ. ეს მაგალითად ჭარბიაირები უფრო ამისბრალი არის თუ რაღაც კონკრეტული სხვა რამისბრალი და თუნდაც მაგალითად კუჭის მოქმედებაზე თუ გვაქვს საუბარი, ჭარბაირებზე, მუცლის ტკივილზე, კოლიკებზე და ასე შემდეგ, ეს შეიძლება უფრო ასაკობრივი იყოს პატარა ბავშვისთვის, ვიდრე მივაწეროთ რაღაც კონკრეტულ პომიდორს თუ ბოსტნეულს, რომელიც დედამ მიირთვა რამოდენიმე დღის წინ. ეს აძლევს უმრავლესობა ქალბატონს სიმშვიდეს. იმიტომ რომ შენ ემოციური ჯანმრთელობაც ახსენე, გარდა იმისა, რომ ნუტრიენტებით უნდა იყოს სავსე, ემოციური ჯანმრთელობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მით უმეტეს აი ამ პირველ 6 თვის პერიოდში, როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. მე რაც ხშირად ხდება ხოლმე არის დამატებითი სტრესი მომატებული კილოგრამის დაკლებისკენ. ჩემი მოწოდება არის პირველი 6 თვე და 6-დან 12 თვემდე, პირველი წელი კალორიულ დეფიციტზე ორიენტირება დედისთვის წონის ასაკლებად, მით უმეტეს არაადეკვატური დიეტები, რაც გაგვიგია და ტრიალებს საქართველოში. ეს არის ის პირველი წითელი წერტილი, რომელსაც არ უნდა გავეკაროთ. ამაში მომყვები? რა თქმა უნდა. ამასობაში გულის სიმშვიდისთვის ისიც შეგვიძლია უთხრათ, რომ
მისი ორგანიზმი ბუნებრივად 500 კალორიის ნამაც საჭიროებს. ანუ ქალის ორგანიზმი მიძრეკილია მეტი კალორიის მოთხოვნილებისკენ და წონის თვით კორექციისკენ იმ დროს, როცა ჭირდება. ამიტომ ამით ალბათ ერთი დავიცავთ საშრობებისგან და მეორე სიმშვიდეს მივცემთ. რადგანაც ადეკვატურად ხდება ნუტრიენტების დამატება ორსულობის პროცესში, შემდგომ შეუზღუდავადაც კი ბუნებრივად კლებისკენ მიდის ქალის ორგანიზმი. კი ბატონო. ეს ძალიან ხშირად სმენია. ეს ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემოციური ფაქტორი ხო, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, კვებითი ღირებულების გარდა, რაც აუცილებლად მნიშვნელოვანი არის დედისთვის, ხო? მიეხმარება მას იმაშიც, რომ ლაქტაციის, ასე ვთქვათ, პროცესი გაგრძელდეს დიდ ხანს, ხო? იმიტომ რომ არსებობს რაღაც მითები, რომ ერძის მომყვანი რაღაც დალი ერზე მოგდოა, ესეთი რაღაცები ფაქტურად არ არსებობს და ლაქტაციისთვის ერთი მნიშვნელოვანი არის რა, რომ დედა იყოს, ასე ვთქვათ, კარგი განწყობით, იყოს მშვიდად, იყოს, ასე ვთქვათ, ისეთი შეგნებით, რომ თავიშვილი ჯანმრთელია და ყველაფერს საჭირო, რაც არის ის მას აძლევს და რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სწორი ტექნიკები ვასწავლოთ, იმიტომ რომ ხანდახან არის დედის მხრივ ყველაფერი, ასე ვთქვათ, კარგად მიდის, მაგრამ ბავშვის კუთხით შეიძლება მოჭიდება არ არის კარგი, შეიძლება ძუძუს კარგად არიდებს, პირში კარგად, შეიძლება ბავშვს აქვს რამე პრობლემა ანატომიური, რომლის გამოც, ასე ვთქვათ, ხშირი კვება ვერ ხერხდება, აი ამანაც შეიძლება ლაქტაცია შეაფერხოს და ამიტომ მულტიფაქტორულად რომ მივუდგეთ. და დავაკვირდეთ. ყოველ პრობლემაზე დედამ არ იფიქროს, რომ მისი ნაჭამი პომიდორი ან ციტრუსის ბრალია მიღებული შედეგი. რა თქმა უნდა. ჩვენიერი და სხვა რა შეზღუდვები მაქვს კვების მიღმა, რა არის სტიმულანტებს მაგალითად, რა ხდება კოფეინზე, რა ხდება ალკოჰოლზე, რა ხდება ნიკოტინზე. მაქვს შეზღუდვა პირველი 6 თვე და 6 თვიდან 12 თვე. მოდით, მაშინ ამ სამიდან პირველი ნიკოტინი ეგრევე ამოვაგდოთ, ორსულობის პერიოდშიც და ლაქტაციის პერიოდშიც და საერთოდ როცა ბავშვი პატარა ასაკის არის, მოდით დავივიწყოთ საერთოდ ნიკოტინი. რატომ? იმიტომ რომ არის სხვადასხვა ფაქტორები, რამაც მაგალითად შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე. გარკვეული რისკები გაგვიზარდოს ბავშვში, მაგალითად ამოქაფების რისკი, მაგალითად რეფლუქსის რისკი, ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომის რისკი და ამიტომაც ამ სამიდან მოდით ნიკოტინზე პირდაპირ ვთქვათ, რომ არ შეიძლება. დანარჩენ ორს რაც შეეხება, კოფეინი ახსენე შენ და კოფეინზე რეკომენდაციებით ახლა დღევანდელ დღეს შეგვიძლია რომ დაახლოებით 300-400 გრამი ყოველდღიურად დედა მიიღოს, ან ჩაის სახით, ან ყავის სახით, თუ მას სიამოვნებს და ლაქტაციის დროს ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის. დღევანდელ დღეს კვლევები ამას გვეუბნება, მომავალში რა იქნება ვნახოთ და რაც შეეხება მესამე იყო ალკოჰოლი, ხო? ალკოჰოლი ჯობია რომ მოვერიდოთ, ორსულობის პერიოდში აუცილებლად უნდა მოვერიდოთ. მოდით ეს ვახსენოთ, რატომ? იმიტომ რომ არსებობს ერთი ესეთი სინდრომი, ფეტალური ალკოჰოლის სინდრომი, რომელიც ფაქტიურად ძალიან ცუდ გართულებებს იწვევს ახლა დაბადებულ ბავშვში. ამიტომ ორსულობის პერიოდში ალკოჰოლი დავივიწყოთ, მაგრამ ლაქტაციას რაც შეეხება, თუ ძალიან მოუნდება დედას, რაღაც ორგანიზაციები, მაგალითად პედიატრიული ორგანიზაციები დასაშვებს ხდიან, რომ 1 ჭიქა მაქსიმუმ დღეში მიიღონ. მაგრამ არ მგონია, რომ ხშირად ხვდებოდეთ ესეთ, ასე ვთქვათ, მდგომარეობებს, როდესაც დედას ძალიან უნდა ალკოჰოლი. აუცილებლობა არის ამის და თითქმის ვერც ხვდებით პრაქტიკაში, რომ დედა იმდენად დამოკიდებულია ალკოჰოლზე, რომ აი მომეცით ნება, რომ 1 ჭიქა მაინც დავლიო, მაგრამ არსებობს ორგანიზაციები, რომელიც 1 ჭიქის, ასე ვთქვათ, დალევის რეკომენდაციას გასცემენ. დაშვებას მაგნაცელში. დედის ძე თუ უნივერსალურია და დედამ გაითვალისწინა ყველა ეს კვების პრინციპი, რომ მიირთვას დაახლოებით 500 კალორია რამდენი ახლა კითხვა ჩნდება, ეს არის ერთი სავსე კვება. კი. ერთი სავსე კვება პლუს ვითვალისწინებთ ნუტრიენტულ ბაზისებს და მაგის მიღმა ვიძახით, რომ დედის რძე არის უნივერსალური. რამე ვიტამინი ან ნუტრიენტი ან მინერალი, D-ვიტამინი, რკინა, კალციუმი, რამეს დანაკლისი შეიძლება მქონდეს ან 0-დან 6 თვემდე ვამატებ რამეს ბავშვის რაციონში? კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ რკინით, ხო? თუ ბავშვი არის დროული ახალშობილი, დაახლოებით 4-დან 6 თვემდე შეიძლება რკინა საერთოდ არ დაგჭირდეს. და ეს 4-დან 6 თვემდე ის პერიოდია, როდესაც მყარი კვება იწყება და თუ სწორად დავიწყებთ ჩვენ, ასე ვთქვათ, მყარ კვებას, ანუ იმ პრიორიტეტული კვებით შეიძლება ამის პრობლემა, ანუ რკინის დეფიციტი ბავშვს არასდროს არ ქონდეს, ხო? თუ ბავშვი არის დღენაკლული,
რა თქმა უნდა, იქ არ მხოლოდ რკინა, ბევრი რამე არის დეფიციტში და შესაბამისად სუპლემენტაცია, ანუ დამატება რკინის პრეპარატის პირველი 1 წლის განმავლობაში აუცილებელი არის. ნორმალურ ახალშობილში, ანუ დროულ ახალშობილში ეს ჩვენ არ გვჭირდება. რაც შეეხება D ვიტამინს, მივადექით ახლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. თითქმის ყველა ორგანიზაცია, რაც მსოფლიოში არის, პედიატრიული კუთხით, ეს იქნება ავსტრალიაში, ამერიკაში, ევროპაში თუ ასე შემდეგ, თითქმის ყველა მოუწოდებს, რომ დაბადებიდან რამოდენიმე დღეში დავიწყოთ ჩვენ ბავშვისთვის D ვიტამინის მიცემა. იმის გარდა, რომ ის არის რაქიტის და სხვადასხვა ძვალსახსროვანი პრობლემების პრევენცია, ხო? რა თქმა უნდა, მას კიდე ბევრი იმუნური ფუნქცია აქვს, რომელიც ის ორგანიზმში, ასე ვთქვათ, რომელშიც ის მონაწილეობს. ამიტომაც ჩვენ D ვიტამინის დაწყება, აი მაგალითად უფრო იმ ბავშვებში, ვინც ძუძუთი კვებაზე არის, იმიტომ რომ ძუძუდან ხო ვერ გადმოვა იმ რაოდენობის D ვიტამინი, რომ ბავშვის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, ხო? აი მაგალითად დედას აქვს D ვიტამინის დეფიციტი, ან თუნდაც არა აქვს D ვიტამინის დეფიციტი და დარტყმით დოზებს იღებს D ვიტამინის, ხო? ესეც კი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ საკმარისი რაოდენობა გადავიდეს ძუძუდან ბავშვში. ამიტომ D ვიტამინის მიცემა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი არის ხელოვნურ კვებაზე, აქაც ორაზროვანი ინფორმაციები ჟღერდება და გარკვეულწილად ალბათ რეკომენდაციები შეიძლება კიდევ უფრო შეიცვალოს სამომავლოდ. ზოგი ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ არის საჭირო D ვიტამინის დამატება თუ ბავშვი იღებს ფორმულას, ანუ ის ისედაც გამდიდრებული არის D ვიტამინით და შესაბამისად დამატებით მიცემა არ გვჭირდება, მაგრამ აი აქ მოდის მაგრამ, ერთი საკითხი. ერთი ის თუ ჩვენ არ ვიცით ბავშვი D ვიტამინის რა მარაგით დაიბადა. დედას ჰქონდა თუ არა დეფიციტი, ან ისეთ კვებას იღებდა თუ არა დედა, რომ D ვიტამინი შესაბამისად გადასცა ბავშვს იმ რაოდენობით, რომ დეფიციტში არ ყოფილიყო. ერთი ეს, რომ არ ვიცით ბავშვი რა მარაგით დაიბადა. მეორე ის არ ვიცით ზუსტად და ამის კალკულაცია თუ მშობელი ძალიან ყურადღებით არ აკვირდება, ძალიან რთული არის. დღეში რამდენ მილილიტრ ძეს იღებს, ხო? მაგალითად, დღეში თუ იღებს 1000 მილილიტრ ძეს ბავშვი, დაახლოებით შეიძლება არ დაჭირდეს D ვიტამინი. მაგრამ სათუა, იმიტომ რომ ზოგი ბავშვი იღებს ხელოვნურ კვებასაც, ზოგი ბავშვი იღებს დედის რძესაც, ზოგს შერეულად ყავს, ხო? ამიტომაც მე ვიტყოდი მე არ ვამტკიცებ, მაგრამ ალბათ პროფილაქტიკური დოზით მაინც შეგვიძლია ასეთ შემთხვევაში გამოვიყენოთ D ვიტამინის წვეთები. ეს სამკურნალო დოზა არ არის, ეს არის პროფილაქტიკური დოზა, რომელიც ვარირებს 400-დან 600 ერთეულამდე და ჩემი აზრით მაინც ჯობია, რომ ფორმულაზე მყოფი ბავშვიც იღებდეს პროფილაქტიკურ დოზას დაახლოებით 2 წლამდე. D ვიტამინის მარაგის განსაზღვრა, თქვით რომ არ ვიცით ბავშვი რა D ვიტამინის მარაგებით იბადება. ამის განსაზღვრა ხდება ლაბორატორიული ტესტით? როგორც წესი ეს რუტინულ კვლევებში არ შედის, არავინ D ვიტამინს არ აუღებს ბავშვს დაბადებისთანავე, მაგრამ თუ დაგვაინტერესებს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ ინტერესი დავიკმაყოფილებთ. უბრალოდ აი როგორც წესი თითქმის ეს არ ხდება პრაქტიკაში. პროტოკოლში არ გვიზის. არა. გავიგე. მაშინ პირველი 6 თვე თუ ხდება, ან შენ მითხარი რომ შეიძლება მოხდეს შერეული კვება, ნაწილობრივ დედის და ნაწილობრივ ფორმულა. კი. რა დროს არის, როდესმე არის რეკომენდებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება დედამ აირჩიოს შერეული კვება? გასაგები, უმეტეს შემთხვევაში აქ არჩევანი დედას არ აქვს, უბრალოდ როდესაც გვეუბნება, რომ არ აქვს საკმარისი მარაგი რძის, ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ხელოვნური კვების დამატება. თუ დედას აქვს, ასე ვთქვათ, მარაგი ჩვეულებრივად, შეუძლია გააგრძელოს მხოლოდ ლაქტაცია და დედის რძის მიცემა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მშობელს არ აქვს საკმარისი რძის რაოდენობა და გვიწევს ხელოვნური კვების დანიშვნაც. რაც გავიგეთ, პირველი 6 თვე არის ის, რომ კვება ფორმულით ან დედისით არის უნივერსალური, არ მჭირდება დამატებითი სითხეები, არ მჭირდება დამატებითი საკვები, მაგრამ D ვიტამინი არის ისეთი ვიტამინი, რომელიც რეკომენდებულია ბუნებრივი ან ფორმულით კვებისას ორივე ნაწილში. როცა შემოდის უკვე საკვები მყარი სახით, ანუ დამატებითი კვება იწყება 6 თვიდან. ოღონდ რა მაინტერესებს, ეს 6 თვე არის კალენდრის ნიშნული, თუ ბავშვსაც უნდა შევატყოთ მზაობა? კარგი კითხვა, ანუ
ყველაზე ხშირად გვეკითხებიან მშობლები, როდის უნდა დავიწყოთ მყარი კვება? 6 თვე, აი გადაჭრით შეიძლება ვინმემ თქვას, მაგრამ ესე არ არის. არსებობს მყარი კვების დაწყების მზაობის ნიშნები, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს დაახლოებით 4 თვეზეც კი. ამიტომაც ხანდახან ჩვენ შეიძლება რეკომენდაცია გავცეთ, რომ მყარი კვება დაიწყოს 4 თვიდანაც. არ არის ეს დოგმა, რომ აუცილებლად 6 თვიდან უნდა დაიწყოს მყარი კვება. და მოგეხსენებათ, რომ მყარი კვების დაწყების დროს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მეთოდები, ხო? არის სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც დედა მშობელს კოვზით აჭმევს, ანუ თავისით, და არის მეთოდი, როდესაც ჩვენ ვალაგებთ თეფშზე გარკვეული სახის პროდუქტებს და ბავშვს აქვს საშუალება, რომ აიღოს და თავისით გასინჯოთ. აი ამ მეთოდს, რასაც ჩვენ ვეძახით baby led weaning-ს, ხო? ეს იწყება 6 თვიდან აუცილებლად. მანამდე რეკომენდაციას ამაზე არ ვაძლევთ და რაც შეეხება ტრადიციულ სტანდარტულ მეთოდს, შეგვიძლია რომ 4 თვიდან ხანდახან დავიწყოთ, აი გასინჯვის დონეზე, ხო? მით უმეტეს იმ ბავშვებში, რომლებიც არიან პრეტენზიული მჭამელები, დიდად არც რძეს ჭამენ, არც ფორმულას ჭამენ და არიან პრეტენზიულები, ვერ იმატებენ ისე როგორც საჭირო, აი ესეთ ბავშვებში თუ არის მზაობის ნიშნები, შეიძლება დავიწყოთ 4 თვიდანაც, 5 თვიდანაც, ხო? ყველაზე გვიან სადამდე არ მინდა მივიყვანო საქმე დამატებით კვების გარეშე? 6 თვიდან 6 თვეს არ უნდა გადავაცილოთ, ანუ 6 თვეს ბავშვებმა აუცილებლად უნდა ცადონ, ან მშობელმა აუცილებლად უნდა ცადოს მყარი კვების დაწყება. რატომ იცით? როდესაც იწყება 6 თვის მყარი კვება და ბავშვი ვერ მოყვება, ანუ მაგალითად ან ღეჭვა არ უნდა, ან მაგალითად მოჭიდება არ უნდა საკვებზე, ან მზაობის ნიშნები არ არის, ხო? არის სხვადასხვა ქცევითი და განვითარების დარღვევები, რომელიც უკვე შეიძლება რომ განვიხილოთ. და ყურადღება გავამახვილოთ სხვადასხვა ნიშნებზე და ბავშვის, ასე ვთქვათ, განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე. და ჩემითხარი 4 თვიდან თუ მაქვს მზაობა, ბავშვისგან დაამასობაში ხედავ რომ ჭირვეულობს და ასევე მისი ზრდა არ მიყვება ნორმას. აი ეს ზრდა არ მიყვება ნორმას პედიატრთან ვიზიტზე გამოვლინდება. რამდენ პერიოდში ერთხელ მოდის პედიატრთან რუტინულად და თქვენ რითი იკვლევთ, აი როგორ იკვლევთ რომ ყველაფერი მიდის ნორმისამებრ ზრდა განვითარება? კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიტყოდი რომ პირველი 1 ან 2 წლის განმავლობაში ვიზიტები არის ყველაზე ხშირი, ხო? მაგალითად, თუ ბავშვი დაიბადება და გაეწერება, ამის მერე დაახლოებით 7 დღეში აუცილებლად უნდა მივიდეს პედიატრთან ვიზიტზე, რადგანაც როცა ბავშვი იბადება, არის ფიზიოლოგიური წონის კლება. იქ ამნიონური სითხე ორთქლდება და ბევრი დანაკარგი აქვს მოკლედ ბავშვს და შეიძლება 7-დან 10% წონის დაიკარგოს. ამას ჩვენ ვეძახით ფიზიოლოგიურ წონის კლებას და მის რო აღიდგინოს, ხო? დაახლოებით აი იმ ვადაზე ჩვენ ვნიშნავთ პირველ ვიზიტს და ვამოწმებთ. ანუ ბავშვი უნდა დაუბრუნდეს მინიმუმ იმ წონას ამ პერიოდში, რაც იყო, შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, ხო? რომ ჩვენ შევაფასოთ, სწორად იღებს თუ არა კვებას, რამე ხო არ გვაკლია, ხელოვნური კვება ხო არ არის ჩასართავი, დედის რაღაც კვების ტექნიკები ხო არ უნდა შევცვალოთ და ასე შემდეგ. მერე 1 თვეზეა 2, 3, 4, 6, 9, 12, მერე 3 თვეში ერთხელ და 2 წლის მერე 6 თვეში ერთხელ. ამიტომაც პირველი 1 წელი ხშირია ძალიან ვიზიტები. 1-დან 2 წლამდე 3 თვეში ერთხელ დაახლოებით და 2 წლიდან უკვე ისე ხშირი აღარ არის, იმიტომ რომ თითქმის უმეტესობა დაავადების თუ რამე გამოსავლენი იყო, ან ზრდაში შეფერხება უნდა წამოსულიყო, ან სიმაღლეში კლება უნდა ყვინახა, ან თავის გარშემო წერილობა არ უნდა მოგწონებოდა, ყველაფერი იქნებოდა უმეტეს შემთხვევაში გამოვლენილი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე, ხო? და ამის შესაფასებლად გვაქვს სპეციალური პერცენტილური ცხრილები და ძირითადად გამოიყენება 3%-ული ცხრილი, ეს არის თავის გარშემოწერილობის შემოწმებისთვის განკუთვნილი ცხრილი, წონისთვის და სიმაღლისთვის განკუთვნილი ცხრილი. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ცხრილებიც გვაქვს, იქ მაგალითად მკლავის გარშემოწერილობის გასაზომი, თავის და წონის შეფარდება, წონის და სიმაღლის შეფარდება, BMI-ის, ანუ სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი, ასე ვთქვათ, ცხრილები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველი 2 წლის განმავლობაში არის თავის, სიგრძის და წონის ცხრილები. მშვენიერი. დავადგინეთ, რომ ზრდა განვითარება ნორმის ფარგლებში მიუყვება დინამიკას. მოვიდა 6 თვის ნიშნული. ან დედამ შეამჩნია, რომ მზად არის ბავშვის საკვების დამატებითი კვების ჩასართავად.
ეს დამატებითი კვება რითი იწყება? პირველი რა არის? ეს არის ხილის ფაფა, ბრინჯის ფაფა, მანის ფაფა, ხორცი პირდაპირ. რა პრიორიტეტდება პირველს რას ვასინჯებთ ბავშვს? კი ბატონო, ძალიან ხშირი კითხვა არის და ამ კუთხით პატარა შეცდომებიც ალბათ შეიძლება შეგვხვდეს დღევანდელ პრაქტიკაში. რადგან არსებობს ესეთი მითები, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ხილით, ბოსტნეულით და ასე შემდეგ. Რა თქმა უნდა, ესეთი კვებებია შეიძლება უფრო მარტივად მიიღოს ბავშვმა, ხო? მით უმეტეს ხილი, იმიტომ რომ ტკბილი არის და ტკბილი გემო მათ სიამოვნებთ და შესაბამისად მათთვის უფრო მარტივი არის, რომ ესეთი კვება მიიღოს. უბრალოდ პრიორიტეტი ამ ასაკში ჩვენთვის არ არის. რატომ არ არის პრიორიტეტი? იმიტომ რომ ის არ არის დიდარი ცილებით, კალორიებით, თუთით, რკინით, კარნიტინით და ასე შემდეგ. ბიოტინი და ბეჯგუფის ვიტამინები და ასე შემდეგ, ხო? უფრო გამოვყოფთ მაინც თუთიას, ცილებს და რკინას. და ამით დიდარი პირველი რაც გვახსენდება, რა შეიძლება იყოს, ხო? ეს არის ხორცის პროდუქტები. ხორცის პროდუქტებიდან ალბათ მე გამოვარჩევდი წითელი ხორციდან უფრო ალბათ საქონლის და ხბოს ხორცს. იდეალური ვარიანტი არის, ასე ვთქვათ, პირველი კვებისთვის, თუ ბავშვს გემო მოეწონა. იმიტომ რომ შეიძლება არ მოეწონოს, ხო? და ამ დროს ჩვენ ურჩევთ მშობელს, რომ ან თვითონ მოამზადოს სახლში, ხო? კარგად თერმულად დაამუშაოს, მერე დააბლენდეროს და ისე მიაწოდოს, ან იყიდოს მაგალითად აფთიაქში პიურეს ფორმის ფაფები, რომელიც ხილებში არის და ის გაასინჯოს. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ყველა ხერხს ვცდილობთ, რომ ეს პირველი პრიორიტეტული კვება ნებისმიერი სახით ბავშვმა მიიღოს, ხო? ეს სახლში მომზადებული იქნება თუ ასე ვთქვათ, ნაყიდი სპეციალურ აფთიაქებში, ხო? პირველი ჩემთვის ხორცი იქნებოდა და არა მარტო ჩემთვის, ამას მეცნიერული ახსნა აქვს და ალბათ ყველას შეუძლია თავისითაც მოიძიოს ინფორმაცია და ნახოს. აქ მარტო თუთიაზე და რკინაზე ხომ არ არის ლაპარაკი, აქ B12 ვიტამინზეა საუბარი, ფოლიუმის მჟავაზე, სხვადასხვა ბეჯგუფის ვიტამინებზე, კარნიტინზე, ბიოტინზე და ასე შემდეგ, ხო? სია არის ძალიან გრძელი და ხორცი არის მაგიტომ ჩემი აზრით და უმეტესი პედიატრის აზრით ერთ-ერთი ყველაზე პირველი კვება, რომელიც შეგვიძლია ჩავრთოთ რაციონში. მეორე ადგილზე ალბათ იქნება რკინით გამდიდრებული მარცვლეულის ფაფები. მარცვლეულის ფაფებში ჩვენ გულისხმობთ რას? მაგალითად შეიძლება იყოს წიწიბურა, შეიძლება იყოს შვრია, ესეც გემოვნების საკითხია, რომ არკოსნებზე რა ხდება დავით? ლობიო, ბარდა? პრიორიტეტულ კვებაში ამას არ შევიტანდი მე, ნუტრიციული ღირებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ რა თქმა უნდა, მომავალ კვირებში და თვეებში ჩვეულებრივად შეგვიძლია გავასინჯოთ და უკვე ნელ-ნელა ჩავშთოთ რაციონში არკოსნები, ცხილიც, ბოსტნეულიც, მაგალითად კვერცხი, რძის პროდუქტები, რძის გარდა თვითონ. იმიტომ რომ რძე უშუალოდ პასტერიზებული რძე ცოტა რთული მოსანელებელია და წლამდე მაინც რეკომენდაციას არ გავცემთ. პირველი მითი რაც დავანგრიეთ ახლა არის, ან შემორჩენილი ცრუ ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩემთანაც პირველი განცდაში, როცა დაიწყებოდა ბავშვის დამატებით კვება, რას ვიწყებ? ხილის ფაფას. ასევე რკინაზე იყო გამახვილებული ყურადღება, რატომღაც ვაშლი გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი როგორც რკინით ყველაზე მდიდარი ხილი. ბავშვობაში მეც მეუნებოდნენ. ეხლაც ესეა ძალიან ხშირად, არა და რეალურად რკინას სხვაგან ვეძებ. და რკინა თუ პირველი 6 თვე არ იყო, ანუ პრიორიტეტული, იმიტომ რომ ბავშვი რკინის მარაგებით იბადება, მეორე დამატებით კვებისას პირველ ნიშნულს ვიღებ რკინას და ამასობაში ცილა, ამასობაში B12 ვიტამინი, სხვა ბეჯგუფის ვიტამინები. ამიტომ რკინის საუკეთესო არ არის ვაშლი და მიუხედავად რომ მოიწონებოდა ბავშვს, ხილი შემოვა რაციონში, ოღონდ არ არის პრიორიტეტი. არ არის უბრალოდ პრიორიტეტი. კარგი, როცა საქმე მიდგება ტექსტურებს, შეგვიძლია უნდა იყოს პიურეს კონსისტენციამდე მიყვანილი დაბლენდერებული. ეს არის დავიწყე კვება და პირველი რაც უნდა იყოს. კი ბატონო. ამის მერე ტექსტურა როგორ განიცდის ცვლილებას? კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ანუ ჯერ ვასინჯებთ პიურეს ფორმის, ასე ვთქვათ, კონსისტენციის მქონე საკვებს და ნელ-ნელა უკვე შეიძლება რამოდენიმე კვირაში ან თვეში ეს ბავშვზე არის მეტწილად დამოკიდებული, ხო? შეგვიძლია ნელ-ნელა გავამყაროთ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, საკვები. რატომ? იმიტომ რომ აი ეს baby led weaning ტექნიკა რაც ვახსენეთ, ხო, იქ ხო სხვადასხვა საკვები უდევს ბავშვს და თვითონ არჩევს, რომელიც მოეწონა გემოზე კონსისტენციით, თვითონ არომატით, იმას იღებს და იმას ჭამს, ხო? ანუ შეიძლება ბავშვს მაერჩიოს ცოტა უფრო მყარი და მას ეს სიამოვნებდეს და შესაბამისად უფრო იყოს მიდრეკილება მყარი საღეჭი მასალის მიღებისკენ, ხო? ამიტომაც ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. და კარგი რატომ არის? რაც უფრო მალე მიეჩვევა ბავშვი ღეჭვის პროცესს,
უფრო კარგად ჩამოყალიბდება მაგალითად სახის მიდამოში არსებული კუნთები, უფრო კარგად ექნება მოტორული ფუნქციები, ანუ პირის ღრუს მოტორული აპარატის ფუნქციები გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული, ნაკლები ექნება სტომატოლოგიური, ორთოდონტიული პრობლემები, რაღაც თანკბილვის დარღვევები, ცუდი სუნი პირიდან, პირის ღრუს დაავადებები და ბევრი რაღაც, რა პლუსით შეიძლება ამას ჰქონდეს, ხო? ამიტომაც მყარი კვების დაწყების დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ბავშვმა მყარი საკვების ღეჭვა უკვე, იმიტომ რომ ეს მოძრაობები ამაგრებს ამ არსებულ მუსკულატურას და რა თქმა უნდა ის აისახება იმ დადებით თვისებებში, რაც ჩამოვთვალე. და ჩვენ თქვი რომ შეხება ბავშვის საკვებთან არის მნიშვნელოვანი. Შეგიძლია უფრო ზუსტი პროტოკოლი მითხრა დაახლოებით რამდენი განსხვავებული ტიპის საკვები უნდა ედოს, თუ არის ამის პროტოკოლი და რა განსხვავებული კონსისტენციების. შენ როგორ შეადგენდი შენი 6 თვის შვილის აი ამ წინ დაფას, საიდანაც უნდა აირჩიოს კვება? კი ბატონო. მაგალითად ჩვენ ვახსენეთ რომ აი პრიორიტეტული კვება არის მაგალითად ხორცეული ან მარცვლეულის ფაფა, მაგრამ როდესაც აი ამ ტექნიკაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იქ ცოტა მრავალფეროვანი საკვები უნდა იყოს წარმოდგენილი. სულ ხორცებს ხომ არ დავალაგებთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ვარიანტიც მისაღები არის, ხო? შეგვიძლია დავალაგოთ მაგალითად მოხარშული ხორცი, მეორე შეგვიძლია დავალაგოთ მაგალითად მოხარშული ხორცი ოღონდ პიურეს ფორმის, მესამე იყოს მაგალითად სხვა ტიპის ხორცი, თეთრი ხორციდან რომელიმე ვარიანტი, ბოსტნეულიდან შეგვიძლია დავდოთ მაგალითად მოხარშული კარტოფილი, კი არის ცოტა მყარი, მაგრამ თან სირბილე აქვს, ანუ მარტივად ღრძილებითაც შეიძლება დამუშავდეს, ამიტომ მოხარშული კარტოფილი შეგვიძლია დავდოთ და შეგვიძლია ასევე დავდოთ რომელიმე ხილის პატარა ნაწილი, ხო? ცოტა რბილი რომ იყოს, იმიტომ რომ ძალიან მყარი თითქმის გამორიცხულია, რომ ბავშვმა ასე ვთქვათ დაამუშავოს და შეიძლება გადაცდენის რისკიც იყოს, თუ მცირე ზომის არის ეს ხილი, ხო? აქაც თავის პროტოკოლი აქვს ამ კვების ტექნიკას, რომ თითის ფორმის უნდა იყოს დაახლოებით, არ უნდა იყოს ძალიან პატარა კონსისტენციად შესაბამისი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომაც მე დავალაგებდი დაახლოებით ესე. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ინდივიდუალური არჩევანი ყველა ბავშვისთვის, მაგრამ ცდაბედის მონახევრი არის და ყველა მშობელს შეუძლია სხვადასხვა ვარიანტები დაალაგოს ამ თეფშზე. უბრალოდ მაინც ჯობია რომ ამოვიდეთ იმ პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, კვებიდან, რომელიც აი პირველ კვირებში და თვეებში უფრო მნიშვნელოვანი არის, ხო? ეხლა რაც მითხარი, თუ მშობელი აწვდის პირველ ხილის ფაფას და ბავშვს მოძონს, ამასობაში შეიძლება ბავშვმა თვითონ მოირჩიოს შემთხვევითობის პრინციპით ჯერ ხილი და მერე ხორცთან აღარ წაუვიდეს გული. ამიტომ ანუ ერთია რას ვაჩვევ, რას ვიხმარები რომ შეეჩვიოს და მეორე თვითონ რას ირჩევს. აი ხა შენ ახსენე რომ ეს მოტორიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ეს არის პალმური ჩავლება იქნება ეს თუ საჩვენებელი სიარცეთების გამოყენება. ის საკვებთან კომუნიკაციას ამით სად მივდივართ? ამით მივდივართ 10 წლის შემდგომ, 20 წლის შემდგომ, სადაც ვუძახით რომ ჩემი შვილი ყველაფერს მიირთმევს. კი ბატონო. იმიტომ რომ მარტო იმიტომ კი არა რომ გემოს შეეგუა მოეწონა ან და მისთვის ბუნებრივი გახდა. იმიტომ რომ აირჩია, ტექსტურას შეეხო, დაინახა, გემოს სუნერად გადაწყვეტილება. ზუსტად, ამიტომ როცა ვიძახით ხოლმე როგორ შევაყვარო ბროკოლი ჩემი 16 წლის შვილს, ის იწყება პირველი 1 წელი. უმეტეს შემთხვევაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ჩვენი საუბარი, რითაც ვერ წარმოგიდგენ როგორი მადლიერი ვარ. ეს არის ის დიდი შავი წერტილი მათ შორის შემცოდნაში, რომელსაც რომ ეკითხებიან ყოველთვის ამის სამართლე ადამიანთან, რომელმაც ეს ყველაფერი იცის. სხვათა შორის საქართველოში კვების ნაწილი პედიატრს აბარია, ვალდებულია რომ იცოდეს თუ შენი სურვილი იყო რომ ამ ყველაფრის გაიდლაინები გესწავლა. ჩემი სურვილი და ინტერესი არის უფრო. რა თქმა უნდა თვითონ პედიატრიის სახელმძღვანელოებში კვების ნაწილს ძალიან დიდი დრო აქვს დათმული, მაგრამ ალბათ ის დეტალები ახლა რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, სტანდარტულ პედიატრიულ წიგნებში შეიძლება არ ეწეროს და სხვადასხვა პედიატრიული კვების თერაპევტების ან ნუტრიციოლოგების დახმარებას დაგვჭირდეს. მე რა თქმა უნდა არ ვარ ესე ცალკე ნუტრიციოლოგი, მაგრამ მაინტერესებს ეს საკითხები, იმიტომ რომ ამაზე მშობელი ბევრს გვეკითხება და როდესაც უკვე ჩვენ ამოვწურავთ
თავს და ვეღარ ვეხმარებით, აი მე შეიძლება გადავამისამართოთ ან კვების თერაპევტთან, ან უფრო მრავალპროფილურ განხრის მქონე სპეციალისტთან. შვენიერი და კიდევ ერთი ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, თუ საუბრობთ მრავალფეროვნებაზე, ეს მრავალფეროვნება სად იზღუდება? ალერგენები ახსენე. კვერცხი შემოდის საქმეში, თხილი, ზღვის პროდუქტი. ეს არ მეშინია რომ ბავშვმა გასინჯოს 6 თვიდან მერე? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ესეც, ჩვენ გვაქვს ტოპ რაღაც ალერგიული პროდუქტები, ხო, რომელიც შეიძლება სტატისტიკურად იყოს ყველაზე ალერგიული, ხო, თუ ავიღებთ პოპულაციას. ესეც შეიძლება იყოს რძის პროდუქტები, მაგალითად თხილეული, სეზამით, სხვათა შორის თევზი, კვერცხი, სხვადასხვა ბურღულეული და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ეხლა წამოგვეწია რაღაც კონკრეტული კვლევები, რომ რაც უფრო მალე გავასინჯებთ პატარებს ამ ალერგიულ საკვებს, ხო? მით უფრო ნაკლები იქნება მომავალში რისკი, რომ ბავშვი ამ კონკრეტული პროდუქტის მიმართ ალერგიული აღმოჩნდება, ხო? საინტერესოა, ხო? თვითონ არელი ამ პასუხს, მაგრამ ხო, ანუ თითქმის აი მაგალითად თხილეული, ხო, ალბათ უფრო დაბლენდერებული ფორმით შეგვიძლია მაგალითად 7-დან 8 თვის ბავშვს გავასინჯოთ, იმიტომ რომ თხილს თვითონ ისეთი მზომა აქვს და მყარია და გადაცდენის რისკია ამას აქშტორა. თუ დავაბლენდერეთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევთავაზოთ, ხო? კვერცხი მაგალითად ძალიან მდიდარი არის ბევრი რაღაცით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პატარა ასაკში და ამიტომაც მყარი კვების დაწყებისთანავე შეგვიძლია ეს ტოპ ალერგიული პროდუქტებიც, რა თქმა უნდა, შევიტანოთ ბავშვის რაციონში. იგივე შემიძლია ვთქვა რძეზეც, ხო? რძის ცილის ალერგია ახლა დიდი პრობლემა არის ბავშვებში, ხო? ბავშვი მაგალითად ხელოვნურ კვებაზე არის თუ ძუძუთი კვებაზე არის, ეს პრობლემა ორივე ბავშვს შეიძლება დაუდგეს. ამიტომაც რაღაც პერიოდის მერე ჩვენ ისევ ვთავაზობთ ბავშვს დედის რძეს, იმიტომ რომ იმან შეიძლება გადალახოს ეს რძის ალერგია, მაგალითად 6 თვეში, ან შეიძლება ცოტა უფრო მოგვიანებით, ხო? ძალიან იშვიათად რომ 1 წელზე მეტი ხანი დაგვჭირდეს ამისთვის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც 2 და 3 წლის ბავშვსაც აღენიშნება მაგალითად რძის ცილაზე ალერგია და დაყოვნება მაინც გვიწევს და ყოველ 6 თვეში ჩვენ მშობელს ვეუბნებით, რომ აი ვცადოთ ახლა, ვცადოთ ახლა აბა სიმპტომები თუ აქვს, აი გამოვლინება თუ აქვს და ასე შემდეგ. ინდივიდუალურად უდგები მაინც ყველა ბავშვის კვებას. წყალი სად შემოდის თამაში? წყალი შემოდის 6 თვის ასაკში. 6 თვის ასაკში ჩვენ უკვე რეკომენდაციას ვაძლევთ მშობლებს, რომ წყალი შეუძლიათ შესთავაზონ პატარებს. ეს მოხდება ბოთლის სახით, რა თქმა უნდა, იმიტომ ჯერ არ შეუძლიათ ჭიქის ჭერა და მოუკიდებლად დალევა. კოვზითაც შეგვიძლია შევთავაზოთ, მაგრამ ძირითადად უფრო, რადგან წოვის პროცესი ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან, ასე ვთქვათ, ახლო პროცესი მისთვის, ბოთლით ალბათ უმჯობესი არის და ჩვენ ურჩევთ ხოლმე მშობლებს, რომ რაღაც კონკრეტული რაოდენობით კი არ დაიწყონ, ჯერ გაასინჯონ. ანუ ბავშვმა გაიგოს უშუალოდ ცალკე წყლის გემო როგორი არის და ნელ-ნელა შეიძლება 24 საათის განმავლობაში მოუმატოთ წყლის რაოდენობის მიცემა. ეს შეიძლება იყოს 60-80 მილილიტრი რაღაც პირველ 24 საათში. ძალიან მცირე რაოდენობა, ხო? მაგრამ მერე ნელ-ნელა უკვე ბავშვს რომ მოეწონება გემო, შეიძლება თვითონაც გვანიშნოს, რომ წყურია და შესაბამისად უფრო მეტ წყალს შევთავაზებთ. წყალით ერთზე გავიგე. რაც შეეხება სხვა სითხეებს, ხილის წვენი, ჩაი, სად შემოდის თამაში? მე ვიტყოდი, რომ არ არის ამის აუცილებლობა. ჩაის აუცილებლობა ნამდვილად არ არის, სხვადასხვა ასე თქვა წვენების აუცილებლობაც ნამდვილად არ არის, ამიტომაც ცალკე სითხის შეთავაზებაზე თუ მიდგება მაგალითად საუბარი, წყალი სავსებით საკმარისია. და მაგალითად 1 წლის მერე შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ რამე ფორთოხალი ან რაღაც ვაშლი და ჩვენით მოუმზადოთ ეგრეთ წოდებული ფრეში, ხო? და ეს შევთავაზოთ, ოღონდ დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ შეიძლება გარკვეული პრობლემები ამანაც შეგვიქმნეს. დამატებული შაქრები არის ჩემი მთავარი კითხვა 0-დან 6-მდე, 6-დან 12-მდე. დამატებულ შაქრებში გულისხმობ შაქრებს, რომლებიც არ აქვს პროდუქტს და იმატება ხელოვნურად ან დედის მიერ, ან ოჯახის მიერ, ან წარმოებლის მიერ. დამატებული შაქრების შეზღუდვა ვიცით დასრულ ადამიანებში. რა ხდება მოზარდებში არა და 0-დან 6-მდე, 6-დან 12-მდე.
დამატებულ შაქრებს ვიღებ, აკრძალული მაქვს, ვუმატებ, როდის შეიძლება დამჭირდეს, შეიძლება ენერგიის დეფიციტი დავადგინო, ბავშვი არ ჭამს და ცოტა შაქარი მაინც ხო არ დაუმატო სადმე. გემოს მისცემს, ხო? ესეთი ვარიანტით შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ ვცდილობთ რომ არა. ნებისმიერი პატარა ცდუნება შეიძლება იყოს, რომ აი შაქართან ერთად იქნებ მიირთვას, აი მარილთან ერთად იქნებ მიირთვას, მაგრამ არ არის ამის აუცილებლობა. მაგალითად, შაქარს რაც შეეხება 2 წლამდე რეკომენდაციას თითქმის არც ერთი ორგანიზაცია არ გასცემს, დამატებითი შაქრები რომ შევიდეს ბავშვის რაციონში, მაგრამ მე თუ მკითხავთ, რაც უფრო დიდი ხანი არ შევა ბავშვის რაციონში დამატებითი შაქარი მისივე ჯანმრთელობისთვის იქნება უკეთესი და ჩვენ საუბრობთ წლების მერე არსებულ დაავადებებზე. ხო, რა თქმა უნდა, 3 და 4 და 5 წლის ბავშვს შეიძლება ისეთი ჩივლები და სიმსუქნე არ ქონდეს, ხო, მაგრამ 10, 12, 14 წლის ასაკში შეიძლება თავი იჩინოს ამ ჩვენმა, ასე ვთქვათ, მავნე თვისებების მიჩვევამაც, ხო? რა თქმა უნდა, ეს ტკბილი ისეთი გემო არის, რომ ადამიანი ევოლუციურად მიდრეკილი იყო ამ ტკბილეულის მიღებაზე და ბავშვიც პატარა ადამიანი არის, ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებები აქვს მასაც, რეცეპტორები იგივე აქვს, რაც ჩვენ და შესაბამისად იმდენად ეჩვევა ის ტკბილეულს, რომ შეიძლება სხვადასხვა მყარი კვებებით ჩაგვინაცვლოს, ხო? რომელიც ერთ-ერთი რისკი არა მარტო შაქრის დამატება, არამედ მისით სხვა რამის შენაცვლება. რა თქმა უნდა. რომელიც ერთმანეთს ემატება. ანუ ეხლა შენ რასაც მეუბნები დავით, ეს არის თითქოს რაღაც კოოპერაცია. ანუ დედამ გადაწყვიტა და ესეთი კვება წარმართა კი არა. ამასობაში ბავშვი რა სითხოვს, როდის სითხოვს, რამდენ სითხოვს. ანუ აი ზრდასრულებში თუ არის მოზარდებში თებში ბოლომდე მოასუფთავე პრინციპი, აქ არის ბოთლი ბოლომდე დაცალოს პრინციპი. ვუსმენ ბავშვის სურვილებს, თუ ვცდილობ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება ხშირად მიირთვას. ალბათ უფრო ოქროს შუალედს ვიცავთ და გააჩნია რა ასაკის ბავშვზე ვსაუბრობთ, ხო? მაგალითად 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ალბათ ყველაფერს თითქმის ბავშვი გვეუბნება ჩვენ. გვეუბნება ან გვანიშნებს, ხო? საუბარი რა თქმა უნდა მას არ შეუძლია, მაგრამ არის სხვადასხვა ნიშნები, რომელსაც მშობელი შეიძლება აკვირდებოდეს, რის მიხედვითაც შეიძლება გრძნობდეს, რომ აი მეტი უნდა არ დააკმაყოფილა და კიდე დაუმატე მაგალითად და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ამის მონიტორინგს ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა რაღაცაებითაც, მარტო ამით არა, ხო? აქ პერცენტილური ცხრილები შემოდის, შარდვის სიხშირე შემოდის, განავლის კონსისტენცია და სიხშირე შემოდის. ბავშვის ასე ვთქვათ ცხიმოვანი ქსოვილი როგორ არის განვითარებული კანზე ეს მოწმდება ასე ვთქვათ და კუნთოვანი ქსოვილი რა თქმა უნდა რომ განლეული არ იყოს და ასე შემდეგ ეს უკუნთ მწვავე მალნუტრიციის დროს ხდება და თითქმის პრაქტიკაში არ ხვდებით ხოლმე ამას. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ბავშვმა თვითონ იცის რამდენი ჭირდება. იმიტომ რომ აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენ ხანში ერთხელ მიუცე რძე ექიმო, ხო? ხშირად დასმული კითხვა არის და 3 საათში ერთხელ აუცილებლად, 4 საათში ერთხელ აუცილებლად. ეს ვიღაცისთვის შეიძლება, მაგრამ ჩემ ბავშვისთვის შეიძლება ეს არ გამოდგეს. რატომ? ყველა ბავშვი არის ინდივიდუალური. შეიძლება ჩემ ბავშვს უნდა რომ საათნახევარში ერთხელ იკვებოს, ოღონდ მცირე მოცულობა მიიღოს, ვიღაცას შეიძლება ურჩევნოდეს რომ 3-4 საათში მიიღოს უფრო დიდი მოცულობის კვება, ხო? ამიტომაც დღევანდელ დღეს კვება დედის რძის შემთხვევაში და ფორმულას შემთხვევაში არის უფრო მეტად მოთხოვნაზე, ვიდრე აი რაღაც კონკრეტული ინტერვალების და საათის თვლაზე. აი ხელოვნურ კვებასაც რომ მკითხულობთ, წერია რომ აი 3 საათში ამდენი უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა იქ მინიმუმი სტანდარტი რაც არის, დაცული უნდა იყოს, თორემ ამას ჩვენ ვიზიტზე შევატყობ, რომ ბავშვმა წონაში მოიკლო და არ გაყვა ის მაჩვენებელი ნორმალურ მაჩვენებელს, ხო? მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მინიმალურ, ასე ვთქვათ, მოცულობას თუ ბავშვი ღებულობს, ხო? ჩვენ ამას განვითარებაზე ყოველთვის შევნიშნავთ. განვითარებაზე ეს ყოველთვის აისახება, ხო? უბრალოდ პატარა ასაკის ბავშვებს შეიძლება ძილის დროს უფრო გავამახვილოთ ყურადღება, რომ ძალიან არ გაუხანგრძლივდეს ბავშვს ძილი. მაგალითად, ზოგმა შეიძლება 8-9 საათი იძინოს, ხო? ეს პატარა ასაკში მაინც რეკომენდებული არ არის და შეიძლება 3-4 საათში შევაღვიძოთ ხოლმე, მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილ ბავშვებში ესეც არ არის პრობლემა და პირველი, ასე ვთქვათ, 12 თუ 16 საათის განმავლობაში სანამ აქტიური ძილის ფაზაში შევლენ ღამე, შეიძლება მიიღონ, ხო, იმ ნუტრიენტების უმრავლესობა, რაც მათი ზრდის და ფუნქციონირებისთვის საკმარისი არის. ვუსმენ ბავშვს. გავიდა 1 წელი და ისე ვითხოვს ძუძუთი კვებას.
აქ ვუსმენ და ვაგრძელებ თუ ისე ვანაცვლებ რომ ერთ წელს არ გადაცდეს. ესეც ხშირად დასმული კითხვა არის. ზოგადად დედის რძეს ასურველია ბავშვმა მინიმუმ 12 თვე მიიღოს. 6 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად, ხო? ანუ უმეტეს შემთხვევაში დედის რძეზეა და 6-დან 12 თვის განმავლობაში მყარკვებასთან ერთად, ხო? თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, და დედას აქვს რძის მარაგი. მაგრამ არის ორგანიზაციები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ 24 თვემდეც ჩვეულებრივად შეიძლება გახანგრძლივდეს რძის მიღება და ამაშიც პრობლემას ჩვენ ვერ ვხედავთ. უბრალოდ გააჩნია უფრო აი მშობლების დამოკიდებულებას, ხო? იქ შეიძლება შემოვიდეს სამსახური, შეიძლება შემოვიდეს ოჯახური მდგომარეობა და ბევრი ისეთი საკითხი, რასაც დედა ინდივიდუალურად ვერ გადაწყვეტს, ხო? და ამიტომ შეიძლება ურჩიოთ ესეთი რამე, რომ 12 თვე მინიმუმ მისცეს და 12 თვის მერე როგორც მოუხერხდება ნელ-ნელა დაიწყოს დანებების პროცესი, ხო? მაგრამ ჩემი აზრით, თუ მაქსიმალურ ვადამდე მივალთ, უმჯობესი არის, მაგრამ მათი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს ურჩიოთ, რომ ნელ-ნელა დანებების პროცესი დაიწყოს და აქაც სხვადასხვა ტექნიკებია, ეს შეიძლება იყოს კვების ამოგდება, მაგალითად კვების სიხშირის შემცირება, ან მაგალითად თუ ბავშვი 30 წუთის განმავლობაში ჭამს ბუნებრივ კვებას, ნელ-ნელა ის დროც შევამციროთ, ხო? და როგორც წესი, აი ღამე კვების დანებება ყველაზე ბოლო ეტაპია, იმიტომ რომ ეს ცოტა უფრო რთული პროცესია ბავშვისთვის. ღამე კვება უფრო რთულად დასანებებელი ხდება. ყველა ვარიანტში, კი. გავიგე. 24 თვემდე შემიძლია ჩავრთო ბუნებრივი კვება იყოს ადგილზე, ოღონდ არანაცვლებდეს დამატებულ კვებას, ხო? დამატებითი კვების ნაწილში ყველაფერს ვაკეთებ როგორც შემიძლია მაქსიმალურად. რა თქმა უნდა და ბუნებრივ კვებას უკვე უჭირავს ძალიან მინიმალური პორცია თვითონ, ასე ვთქვათ, კვების ნაწილში. ამიტომაც უმეტესი დარტყმა, ესე რა ვთქვათ, მოდის მყარკვებაზე, უბრალოდ რძეს ბავშვი იღებს ისევ დედის, ასე ვთქვათ, ძუძუდან, ხო? იმიტომ რომ რაღაც რძე, იმიტომ რომ კალციუმის ყველაზე დიდი მარაგი, რა თქმა უნდა, რძეში არის და რძის პროდუქტებში, ყოველთვის გვირჩევნია, რომ 1 წლის მერე ბავშვი რძეს იღებდეს სხვადასხვა სახით. ზოგს ურჩევნია პასტერიზებული რძე მიიღოს, ზოგს ფორმულა ისევ 1 წლის მერე, ზოგს დედის რძე. ამიტომ ამაში პრობლემას ვერ ხედავ. რეალურად ეხლა რაც თქვით არის ის, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ კვების პრინციპების და ამასობაში ქცევის ჩამოყალიბება პირველი 6-დან პირველ წლამდე, იმიტომ რომ ეს შეგვიმცირებს პრობლემებს, მათ შორის აი ფიქიითერი რაც არის ჭირვეული ბავშვის პრინციპი, ასაკის მატებასთან ერთად. გავიგეთ რა ხდება 1 წლამდე. დავით, რა ხდება 1 წლის შემდგომ, აი სასკოლო ასაკამდე ბავშვის კვების გაიდლაინი როგორ იცვლება, რამდენჯერ უნდა ჭამოს დღის განმავლობაში და ადეკვატურია თუ რა ხდება 1 წლის მერე, უნდა ერთი ხელის დარტყმით მცირდება მადა, რაოდენობა მცირდება, აი აქ როგორ ვაკეთებთ ნაბიჯ გადასვლას. კი ბატონო. დაახლოებით 1 წლის ასაკისთვის მყარი კვების ასე ვთქვათ მოცულობა მინიმუმ სადღაც 60-დან 80% შეიძლება შეადგენდეს და დანარჩენი 20 რჩებოდეს ფორმულასთვის, ან დედის რძისთვის, ან მაგალითად თუნდაც რძისთვის, ხო? უკვე თუ 1 წლისა ბავშვი პასტერიზებული რძეც შეიძლება მიიღოს, ხო? ანუ ძირითადად 1 წლის მერე ბავშვის რაციონი უნდა შედგებოდეს მყარი კვებისგან. მაქსიმალურად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ამ 1 წლის განმავლობაში სხვადასხვა გემოები გასინჯოს, ეს ბოსტნეული იქნება, ხილი, რძის პროდუქტები, ხორცეული თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი უნდა გავასინჯოთ ბავშვს, რომ მასაც მიუცეთ საშუალება აირჩიოს თუ რომელი კონკრეტული პროდუქტები მოსწონს და 1 წლის მერე ფაქტიურად შეიძლება ჩვენ 3 კვებაზე დავრჩეთ და 2 ხემსი მივცეთ. შიგადაშიგ ხემსში შეიძლება შედიოდეს ბანანი, ან სხვადასხვა საკვები, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება მშობელმა თავისით მოუმზადოს ბავშვს, ხო? ამისი ვარიანტები შეგვიძლია ავარჩიოთ ხოლმე იმის მიხედვით ბავშვს თუ რა მოწონს, ხო? და იდეალური კომბინაცია დავით, როცა მშობელი უმზადებს ბავშვს და ბავშვიც ჩართულია პროცესში. ეხლა მოგიღობი ერთ მაგალითს, შვეიცარიელი დაბრუნების შემდგომ ტიპი 1 დიაბეტის მიმართულებით დავიწყეთ პროგრამები და ერთ-ერთი გოგონა ყავდა მოწვეული თავის შვილთან ერთად, ზარზე უცხოეთში ცხოვრობენ, ეხლა ტიპი 1 დიაბეტის მენეჯმენტი იქ გადაწყვიტეს. იდეალური, ეს ბავშვი, ამ ბავშვს აქვს თავისი Instagram გვერდი, რომელსაც დედა მართავს ბავშვთან ერთად. სავსეა ფერადი თეფშებით ეს გვერდი, სადაც
პირველი კითხვა, როგორ ჭამს 5 წლის ბავშვი ზღვის პროდუქტსაც, ბოსტნეულსაც, ყველა ხილს, ხორცეულ პროდუქტს, როგორ მივედით ამ წერტილამდე? ამის გამოსავალი იყო თამაშით აწყობილი ფერადი თეფში. სადაც როგორც დედა ისევე ბავშვის სიამოვნებას იღებდნენ არა მარტო საკვების მიღებისას, არამედ მომზადებაში და აქ არის ხოლმე ერთი წერტილი, რაც ალბათ ჩვენი რეგიონის წარსულსაც უკავშირდება, როცა საკვები იმდენად ხელმისაწვდომი არ იყო, რომ პური ერთია ოჯახში და არ ეთამაშო პურს. აქ რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვს ჰქონდეს კავშირი, ახლა რა თქმა უნდა, კარგად გარეცხილი, მაგალითად კარტოფილთან ჰქონდეს კარგად გარეცხილთან, ფქვილში არ ითამაშოს მაინდა-მაინც, იმიტომ რომ რისკია მიკროორგანიზმების. ეს როგორ რჩება, რომ ბავშვს ჰქონდეს შეხება მათ შორის უმსაკვებთან, კარგად გარეცხილთან და მერე დააკვირდეს საკვების მომზადების მერე თვითონ რო ჩართული იყო პროცესში, როგორი ტექსტურა აქვს, როგორი გემო აქვს, როგორი ფერი აქვს და ამით ლამაზი ფერები ააწყოს თეფშზე. ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხია და ალბათ უნდა გვეხსენებინა კიდეც რაღაც კუთხით, როდესაც 0-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვების კვებაზე ვსაუბრობდით. მე არ შევიჭრები ახლა სხვების კომპეტენციებში მკვებითი თერაპევტების და ნუტრიციოლოგების, მაგრამ ვიტყვი ერთ რამეს, რაც დადასტურებული ფაქტი არის. რაც უფრო ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიეჩვევა თვითკვებას, მრავალფეროვანი ფერების და საკვების, ასე ვთქვათ, დანახვას, მათთან ურთიერთობას, შემდეგ თავისი ხელით მიღებას, რაც უფრო მალე ჩაერთვება ბავშვი იმ პროცესში, რასაც ჩვენ ვეძახით საკვების მომზადებას, ხო? ან თუნდაც საკვებისთვის განკუთვნილი ინგრედიენტების გაცნობას. ეს იქნება მათთვის ისეთი კარგი, რომ ნაკლები ექნებათ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც ჩვენ კვებით დარღვევებს ვეძახით. ასევე ამ დროს მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, რომ მასაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება კვების პროცესში. მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება თუნდაც თეფშზე, რასაც ჩვენ დაულაგებთ, იქიდან აარჩიოს სასურველი კონსისტენციის, სასურველი ფერის და სასურველი გემოს პროდუქტები. უბრალოდ, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლით შემოდის, რა პროდუქტებზე არის საუბარი, იქ არ დავაწყობთ ჩვენ მარილიანს, შაქრიანს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი როლი უფრო აქ შემოდის. დანარჩენი უკვე ბავშვზე არის დამოკიდებული და მის, ასე ვთქვათ, გემოვნებაზე და განვითარების პროცესზე, ხო? ამიტომაც ეს ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანი არის და კიდევ ერთი რაც მინდა რომ ვახსენო და ხშირად ვაწყდებით, ხო? კვებითი დარღვევების თავიდან ასაცილებლად ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჭამის პროცესში, თუნდაც პატარა ასაკში ბავშვი არ მოვატყუოთ, არ მივამსგავსოთ რაღაც კონკრეტული კვება, რაღაც კონკრეტულ კვებას რომ მიიღოს. მაგალითად, ერთი ხელით მიგვაქვს ისეთი კვება, რომელიც მოწონს და უცბად მეორეს ჩაუდებთ პირში. აი ესეთი რაღაცეებიც ძალიან შეიძლება უარყოფითად აისაღოს, ასე ვთქვათ, მომდევნო ასაკის ბავშვებში. და ჩვენ ვსაუბრობთ უკვე სკოლამდელ ასაკის ბავშვზე, ხო? როდესაც არის ბავშვი, რომელიც უკვე არაფერს არ ჭამს, მარტო უყვარს კარტოფილი, შემწვარი, ან მოხარშული მაკარონი და მეტი არაფერი, ხო? ამიტომაც რაც უფრო მალე დავიწყებთ ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შედეგი უკეთესი გვექნება. გარემო შემოდის მეორე ფაქტორი, როცა ბავშვი ხდება იმ ასაკის, სადაც ოჯახის გარემოს მიღმა სხვა გარემოსანაც უწევს შეხება. ეს გარემო როგორც წესი შეიძლება ყველაზე ხშირად იყოს ბაღი და შემდგომ მეგობრები და კვების სტილი, რომელიც ბაღშია, ან მის თანატოლ ბავშვებს აქვთ. აქ შემოდის ის პრინციპი, სადაც კონტროლის მექანიზმები ეკარგება მშობელს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენ რაც თქვი, უნდა იყოს პროცესში ჩართული თვითონ ბავშვი გადაწყვეტილება მიიღოს, არის ის, რომ აუცილებლად მოხვდება რაღაც ასაკში ისეთ გარემოში, სადაც მშობელი კონტროლის მექანიზმებს ბოლომდე ვეღარ აწარმოებს და თავიდანვე თუ შევაჩვევთ ამ გარემოსთან გადაწყვეტილების მიღების ნაწილში ურთიერთობას, მით უფრო უკეთესი. ბაღის ნაწილში თქვით, რომ გვჭირდება 1 წლიდან სასკოლო ასაკამდე. ძირითადად არის 3 ძირითადი კვება, 2 ხემსით. გარემოს ფაქტორებს თუ ვერ ვარეგულირებ, მშობელ როგორ უნდა მოიქცეს, ანუ ბაღის კვება არის ის კვება, სადაც უნდა ინერვიულოს მშობელმა, ან პირიქით მშვიდად იყოს. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და შეგვიძლია ჩვენ პირველ რიგში რა ვქნათ, რომ მშობელს ვთხოვოთ, რომ მიიღოს ინფორმაცია იმ რაციონზე, რა რაციონიც ბავშვისთვის იქნება გათვალისწინებული ბავშვი სანამ ბაღში იმყოფება.
და იმ რაციონს როცა გადაავლებს თვალს და აღმოაჩენს ისეთ რამეს, რაც არასდროს არ მიუღია ბავშვს, ან რეკომენდაციებით იცის, რომ მოწოდებული არ არის, ხო? დამატებითი შაქრები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხო? დამატებითი შაქრები არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას. 2 წლამდეც და მე ვიტყოდი, რომ 2 წლის შემდეგაც, იმიტომ რომ ეს ისეთი რამე არის, რომ მოგვიანებით პერიოდში შეიძლება შეცვალოს ბავშვის გემოვნებაში ბევრი რამე, ხო? თან აქ უკვე, როდესაც ბავშვი იზრდება, მარტო ბავშვის გემოვნებაზე კი არ არის, ხო? მიჩვევას და დამოკიდებულებას რადგან იწვევს, ბავშვი უკვე ცდილობს, რომ ამით მანიპულირებაც მოახდინოს სხვადასხვა ოჯახის წევრზე. შეიძლება ეს ბებია იყოს, ბაბუა, უმეტეს შემთხვევაში, რომლებიც ყველაფერს უსრულებენ, დედა და მამა შეიძლება ოჯახში ცდილობდნენ, მაგალითად, რომ რაღაცეები შეზღუდონ, მაგრამ ბავშვები ჭკვიანები არიან და შეიძლება ამოარჩიონ ოჯახის წევრები და მაქსიმალურად ეცადონ, რომ მათზე იმანიპულირონ და მიიღონ ყველაფერი, ტკბილეული, სათამაშოები და ნებისმიერი რამ. ანუ კვება ერთ-ერთი რამ შეიძლება იყოს, რითიც ბავშვმა შეიძლება დაიწყოს უფროსებთან მანიპულირება. აი ამის თქმა მინდა, ხო? და რა თქმა უნდა, ამის კონტროლი შეიძლება რთული იყოს ბაღში, რადგანაც დღის პირველი ნახევარი მშობლები ვერ ხედავენ ბავშვს და ალბათ ყველაზე კარგი იქნება, რომ გაეცნონ რაციონს და მათ უფლება აქვთ, რომ მოითხოვონ თავის ბავშვისთვის რაღაცა კონკრეტულის ამოღება მათი რაციონიდან, უბრალოდ გაფრთხილებული იქნება იქ პერსონალი და ამის შესრულების ვალდებულება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს. და მეორე შემთხვევაში ის, რომ ის რეკომენდაციები, რომლებსაც მშობელს ვაძლევთ, მის აღრძელს გააცნონ, ხო? უბრალოდ რამდენად მოხდება ამის შესრულება, ეს კიდე მეორე საკითხი არის და ამას შეიძლება ჩვენ პოსტფაქტუმ უკვე მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ეს უნარჩვევებში გადაიზრდება უკვე. ჩვენ დღევანდელი საუბარი ორიენტირებული არა მხოლოდ მშობლებზე, ვისაც ყავთ ბავშვები 1 წლამდე, 1-დან 5 წლამდე, ან უფრო მეტი, არამედ ყველა ადამიანზე, ვინც აპირებს რომ ყავდეს ახლო მომავალში შვილი, ან ვისაც ოჯახის გარემოში მცირეწლოვანი ბავშვი ეყოლება და ადამიანები, ვინც ამ სფეროში დასაქმებულები არიან. რეალურად ცნობიერების ამაღლება, ის წერტილი, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, არის ის წერტილები, რაც გესურვებოდა რომ ყველა მიცოდეს. შენთან კონსულტაციაზე მოსვლისას ერთი ის არის, რომ შენ აღარ მოგიწევდა ერთი და იგივე საუბარი, რომელიც გვჭირდება, იმიტომ რომ მნიშვნელოვან წერტილებზე გვჭირდება 1000 ჯერ საუბარი. ეს პოდკასტი რომ ჩავწეროთ 1000 ჯერ და 1000 დღე ზედიზედ მივაწყოთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ სხვა ყველაფერს დავივიწყებთ და აქ ცნობიერება აიმაღლებს. ამის მიღმა რამე არის, რაც გინდა რომ იცოდეს ამ ასაკობრივ კატეგორიაში, სასკოლო ასაკამდე კატეგორიაში მშობელმა, ან რა კითხვები უნდა დასვას სხვასთან. ალბათ ძირითად ნაწილზე მაინც გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება, უბრალოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის სკოლამდელ ასაკში, არის ის, რომ ბავშვი იმ ყველაფერთან ერთად, რაზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად მივაჩვიოთ ისეთ რაღაცეებს, რომ მან თავი იგრძნოს სრულფასოვან წევრად ოჯახში. და ამაში კიდე რა დაგვეხმარება, რომ კვების რუტინა სახლში ავაწყოთ ისე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად დღეში თუ 3 ჯერ იკვებება ოჯახი ან იკრიბება რაღაც მაგიდის გარშემო, 1 ან 2 კვების დროს მაინც ბავშვი დავსვათ ჩვენთან ერთად მაგიდაზე, რომ ის მიხვდეს, რომ არის სრულფასოვანი წევრი ოჯახის და რა თქმა უნდა ის უყურებს ყველაფერს, როგორ ხდება საკვების გადაღების პროცესი, როგორი მანერები არის, ხო, საჭირო კვების დროს, როგორ უნდა იხმაროს, ან ჩანგალი, ან დანა, წყალი როგორ უნდა დაისხას თვითონ, როგორ უნდა აირჩიოს ხილი, რომელიც მაგალითად წარმოდგენილია გარკვეული თეფშით, ხო, და ასე შემდეგ, ანუ ბევრი უნართვისებების მიღებაში დაეხმარება მას, იმის გარდა რომ თავს იგრძნობს ის სრულფასოვან წევრად. ის კი არ ჩათვლის, რომ აი უფროსები ცალკე დაჯდებიან და შეჭამენ, ხო? მეც დავჯდები მართთან ერთად და ვეცდები, რომ მივიღო ის კვება, რასაც ისინი იღებენ. შეიძლება უფრო პატარა პორციით, მაგრამ იგივე გარემოცვაში, ანუ მეც ვარ ოჯახის წევრი და უკვე აღმიქვამენ ისინი როგორც სრულფასოვან ადამიანს. დავით, იდეალური. უღრმესი მადლობა. Abdullah.